დღეს მინდა ვისაუბრო ანტიქრისტეს ცენტრალურ ბეჭედზე, რომელიც დაედება ადამიანებს და სულიერ მოღვაწეებს. მაგრამ სანამ ამ თემას ფუნდამენტურად შევეხები, მინდა საწყისიდან დავიწყო. ესე იგი, ამას წინა დამომიგდო ვიდეო, სადაც მიგრანტები ქართულ ტაძართან ხადაობდნენ, ქილიკურად იცინოდნენ, სავარაუდოდ მუსლიმანები იყვნენ. ნიშნულობა არ აქვს ამას. ვინ იყო? ნიშნულობა აქვს რა ხდება და რატომ და რა მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. ზოგი ადამიანი განიხილავდა, რომ როგორ იკადრეს ეს, ზოგიც როგორ ბედავენ ესეთი რამეების კეთებას, დასასჯელია, შენ ის, შენ ეს, ზოგი წეული და კომენტარში ზოგი რაშრებოდა და ზოგი რაშრებოდა, მაგრამ ჭეშმარიტებას ვერავინ ვერ ხედავდა. და რას? რატომ აკეთებს ადამიანი ამას? და როდესაც ამ ადამიანს შევხედე, ყველა ინფორმაცია მოვიდა, რატომ აკეთებს ამას. იმიტომ რომ გაღიზიანებულია და იმიტომ რომ რელიგიურ ომში ჩაითრიეს. აი ხლა ანტიქრისტეს მიმდევრები ამწიფებენ და მომწიფებას აკეთებენ რელიგიური ომების სოფლიოში. ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ომის მომწიფების ერთ-ერთი ფუნდამენტური ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი არის ახალგაზრდა ბიჭი რომ არის, ვითომ ქრისტეს იცავს და მთელი მისი კარიერა ააგო მუსლიმებთან ჩხუბით და ვითომ ქრისტეს იცავს და ქრისტეს კი არა, რას იცავს და რას აკეთებს აგიხსნით. მაგრამ ეს თემა არ ეხება კონკრეტულად ამ ადამიანს. ეს თემა ეხება კონკრეტულად რელიგიურ ომებს. და ნახეთ, ამ ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში მუსლიმებსა და ქართველებს შორის დიდი შუღლი დათესა წლების განმავლობაში. ბრაზის იძულვილი რელიგიური ომისთვის ამზადებდა და ამზადებს საფუძვლებს. და იმ მუსლიმანმა, რომელმაც ტაძართან ხადავი, ესეთი ფაქტები მომრავლდება და რატომ? იმ ადამიანმა ეს ყველაფერი იმიტომ კი არ გააკეთა, რომ უბრალოდ რაღაც ვიდეოს იღებდა და ცანცარებდა, არამედ გამწარებულია. უამრავჯერ ჭყალებში თითქოს დაუსაბუთა, რომ მუსლიმების ღმერთი არის ცრუ, თვითმარქვია, ყალბი. მუსლიმებსაც 10,000 ჯერ აქვთ ამ ადამიანზე ნათქვამი, რომ ქრისტე ღმერთი არ არის. ამ ადამიანს 10,000 ჯერ მაინც აქვს მონასმენი ქრისტეს გინება. მის მსმენელს მონასმენი ქრისტეს გინება. მიხვდით, რელიგიური ომის ფუძემდებელი არის ეს ადამიანი საქართველოში. და იმ ადამიანმა, რომელმაც ტაძართან ეს ყველაფერი გააკეთა, ისიც მორწმუნეა. ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი ხვდება, რომ ესეთი რამის გაკეთება სხვა რელიგიაში არ შეიძლება. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ რაღაც ურჯულოს მოქმედება. ეს იყო აქტი აგრესიის, რომელიც ვლინდება ესე. ნახევარ საქართველოს ნაგინები აქვს მუსლიმებზე და მათ ღმერთზე და საქართველოში მცხოვრებ ნახევარზე მეტ მუსლიმს ნაგინები აქვს ქრისტეზე. და ამის ეპიცენტრში დგას ვითომ ქრისტეს დამცველი. ვითომ რომ დაასაბუთა რომ ღმერთი არსებობს თურმე. ჯერ ვერ გაურკვევია ღმერთი არსებობს თუ არა. ეს სხვა საკითხია. და საერთოდ ერთი ჭეშმარიტება გააცნობიერეთ. სულიერებაში აკრძალულია საუბარი ღმერთისგან მაღალ იერარქიაში მარტივად გიხსნით რელიგიაზე კამათი. რელიგიის განხილვა რომ ჩემი ღმერთი ჯობია შენს ღმერთს. რატომ იცით? რელიგიური კამათი არის ანტიქრისტეს ბეჭედი და ამიტომ, რადგან რელიგიურმა ომებმა ყველაზე ბევრი ადამიანი გარდაცვალა ისტორიულად სოფლიოში. შენ ის კი არ უნდა გაარკვიო ვისი ღმერთი ჭეშმარიტია. შენ ის უნდა გაარკვიო ღმერთში ცხოვრობ თუ არა. ხოლო ვინც ეძებს და ვინც კარიერას აგებს იმაზე რომ ვისი ღმერთი ჭეშმარიტია, ის არის ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი. იცოდეთ ეს? მათი მსმენელები ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებლები არიან. ოღონდ არ იციან ამის შესახებ. სანამ ანტიქრისტეს ბეჭედზე გავაგრძელებ, დაუბრუნდები ვანდალურ აქტს, რომელიც მოხდა. ტაძრის კონკრეტული ეზო არის წმინდა ადგილი. იქ არ უნდა მოხდეს არანაირი ენერგეტიკული წაბილწვა. ფიზიკური წაბილწვა რომ ხდება, იქ ენერგეტიკულადაც იბილწება. და ამას უნდა აკონტროლებდეს საპატრიარქოს კონკრეტული ორგანიზაცია. მომავალში კანონარიუმი როცა იქნება აღსრულების სამსახური საპატრიარქოს, გააკონტროლებს ვინ წაბილწა, ვინცადა ეს მკრეხელობა, იპოვნის რადგან სახით ამოიცნობს, TikTok გვერდით იპოვის, Facebook გვერდით იპოვის და კანონმდებლობით მოსთხოვს სახელმწიფო დონეზე, რომ შენ წაბილწე ტაძარი, ტაძრის ეზო და შენ პასუხისგება უნდა მოგეცეს. აქ კი არ გაჩერდება კანონარიუმის ოფიცერი, არამედ განაგრძობს გამოძიებას ეს ადამიანი ვინ მიიყვანა ამ სიძულვილამდე, რომ ეს გააკეთა. რადგან ეს უბრალოდ გამოვლინება, მარტივად გეტყვით, ტერორისტული აქტი როცა ხდება, როდესაც დაიჭერენ ტერორისტებს, იქ ჩერდება გამოძიება თუ გრძელდება, ვინ დააფინანსა, ვინ უბიძგა, ვინ რაქნა. კანონარიუმი ამასაც გამოიკლევს, ვინ უბიძგა ამ ადამიანს ამ მდგომარეობამდე. და შემდეგ რა აღმოჩნდება, იცით? აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია უსმენს ჭყალებში ვითომ ქრისტეს დამცველს, ამ ახალგაზრდა ყმაწვილს. და აღმოჩნდება, რომ დიდ სიძულვილს განიცდის ამ ადამიანის მიმართ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მის გვერდზე, მის კომენტარებში, მის ყველაფერში ჩვეულებრივი ბოროტება ბიბინებს. ერთმანეთს წევლიან, ერთმანეთს აგინებენ ქართველ
ქართველები და მუსლიმები ერთმანეთს ემუქრებიან, სიძულვილს ანთხევენ და 10,000-ობით და 50,000-ობით, სერიოზულად გეუბნებით, 50,000-ობით ადამიანი ერთმანეთს წყევლის აგინებს და ემუქრება. და ეს ხდება მის კომენტარში და ამის ეპიცენტრში არის ეს, ვითომ ქრისტეს დამცველი. და შემდეგ უნდა მოხდეს ესეთი ადამიანების სახელმწიფო პასუხისგებაში გება. მეორედ მოსვლის დროს ადამიანებს უბრალოდ ერთმანეთში ომები კი არ ელოდებათ. რელიგიური ომი ელოდება სოფლიოს. თქვენ როგორ ფიქრობთ? წინასწარმეტყველებებში რატომ არის, რომ საერთო რელიგია იქნებაო? საერთო რელიგია რის ხარჯზე უნდა იყოს? ჯერ უნდა მოხდეს რელიგიური დიდი ომი და ამ ადამიანმა ქვეყანაში მოამზადა რელიგიური ომის საფუძვლები დიდი ხნის წინ და არ ჩერდება და რას აკეთებს და როგორ ხდება მოგიყვებით, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს ნაშრომი არ არის ამ ადამიანზე. ეს ნაშრომი არის ამ ადამიანის მსგავს ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებლებზე, რომლებსაც უნდა მოერიდოთ. მარშესადამე, სოფლიოს ელოდება რელიგიური ომები. ამიტომ თქვენ რელიგიური ომებისგან თავი უნდა დაიცვათ. არასოდეს არავის არ დაუსაბუთო ღმერთი არსებობს თუ არა. ეს არის მკრეხელობა. ღმერთი არსებობს. არ სჭირდება ამას დასაბუთება. როდესაც შენ ამას ასაბუთებ, შენ შეურაცხმყოფ უფალს. და ამ ადამიანს ახლა რამდენჯერ აქვს შეურაცხყოფილი უფალი, ვერ აგიღწევთ ამით. ჯერ მარტო ამით. მერე მარტო იმით, რომ 10,000 გინება აქვს მონასმენი ქრისტეზე და მის მსმენელს. უდიდესი ბოროტება ტრიალებს. ოღონდ ამას ისტორია მოყვება. ეხლა ვერაცნობიერებთ თქვენ. ვიმეორებ, თქვენ მუსლიმანთან კი არ უნდა იკამათოთ შენი ღმერთი ჯობია, ჩემი ღმერთი ჯობია. ყველასთან უნდა იპოვო ღმერთი. ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე და აწუკვე ძალიან ძვირფასი ადამიანი, ჩემი და მეგობარი, არის მუსლიმანი და ერთმანეთთან საერთოდ არ ვლაპარაკობთ, რომელია შენი ღმერთი და ჩემი ღმერთი. იმდენად დიდი მადლით არის ეს ადამიანი ჩემთან მიმართებაში გამსჭვალული, რომ ესე იგი მე საერთოდ საჩუქრებს არ ვიღებ. არანაირ საჩუქრებს არ ვიღებ თუ ამას წინაპირობები არ აქვს. ამ ადამიანმა გამომიგზავნა წმინდა გიორგის ცეფი და კულონი. მადლით სავსე ნაბიჯი გადადგა. იმდენად მადლიერია ჩვენი მეგობრობით, შედეგებით, საერთოდ ფუნდამენტურად შეცვალა საკუთარი ცხოვრება და თავი. და მე გამოვართვი ეს საჩუქარი. რატომ? იმიტომ რომ მადლით სავსეა ეს საჩუქარი. გესმით? თუმცა მე მთავაზობენ ხოლმე გიორგი, ევროპიდან მოვდივარ, ისეთი მადლიერი ვარ, შენით რამეს ჩამოგიტან, მეორე ოქროს ცეფს გაჩუქა, არაფერს არ ვიღებ საერთოდ. არავისგან არაფერს არ ვიღებ. მაგრამ ესეთ მადლიან საჩუქრებს ვიღებ ისეთი ადამიანებისგან, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია სიახლოვე მაქვს და თან როდესაც ფუნდამენტურად ნიშანი და სიზმარხილოები და უფლის საშობები მოყვება. ქრისტიანი კაცი ვარ და მუსლიმანმა წმინდა გიორგის კულონი მაჩუქა თავისი ცეფით, დიდი მადლით და მადლიერებით და თავისი ლოცვებით. ეს არის ქრისტიანობა და ეს არის სიყვარული და ღმერთი. თქვენ მუსლიმანთან და ნებისმიერთან მტერი კი არ უნდა იპოვოთ, ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი კი არ უნდა იყოთ, ღმერთი უნდა იპოვოთ ერთმანეთში. ეს ნაშრომი არის იმისთვის, რომ მიხვდეთ ღმერთი სად არის და სად არის ბნელი და ანტიქრისტეს ბეჭედი. არასოდეს, არასდროს არასაბუთო არავისთან შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი. და არასოდეს არ შეეხოს ხვის ღმერთს უდიერად და არავის არ შეახებინოს შენს ღმერთს უდიერად. არასოდეს არ ილაპარაკო ამაზე. რელიგიაზე კამათი არის ანტიქრისტეს ბეჭედი და შენ თუ ამაში ხარ ჩართული, ანტიქრისტეს ბეჭედი გადევს. მარტივად გეუბნები. და მაინც თუ გინდა რომ აჩვენო ადამიანს, რომ ქრისტე არის ღმერთი, მამის ძე, შენ უნდა გახდე ისეთი, რომ შენი მაგალითი იყოს ხვის ამოუღებლად ღმერთის ჭეშმარიტი სახე. მაგრამ შენი მაგალითი ეს არ არის, შენ ხარ ანტიქრისტეს სახე. და ამიტომ კამათობ მუსლიმანებთან და ეხლა რას აკეთებ და სად გადახვედი, ნელ-ნელა გავხსნი. მაგრამ გაითვალისწინეთ მეგობრებო, ეს არ ეხება ამ კონკრეტულ ადამიანს. ეს ეხება ანტიქრისტეს ბეჭედს, რომელიც ესეთ ადამიანებს ადებთ, რომლებსაც არ უნდა უსმინოთ. მარტივად გეუბნები. არა აქვს მნიშვნელობა სხვა რაღაც კარგს თუ ამბობს. ანტიქრისტეს ბეჭედი თუ ადევს, არ უსმინო. და გავიხსენოთ რა არის ანტიქრისტეს ბეჭედი? როდესაც ჩხუბებშია, კამათებშია, რელიგიურ ამ ყველაფერშია. შენ ადამიანს კი არ უნდა ებრძოლო. შენ სატანას და ბნელს უნდა ებრძოლო სიყვარულით და შენ ებრძვი ადამიანს სატანის ხელით და რელიგიურ ომში ჩაითრე ადამიანი და შენი და შენერი ადამიანების გამო 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი ერთმანეთს წყევლის და გარდაცვლას უსურვებს და აგინებს და აფურთხებს და პირდაპირ სად მოხვდები და რისი ბეჭედი გადევს, ვერ ხვდები ისტორიაში რით შეხვალ, ვერ ხვდები? გარანტირებულად როგორ შეხვალ ისტორიაში და რა მოხდება, ყველაფერს მოგიყვები ეხლა. თუ არ შეცვლის შენს მდგომარეობას, მაგრამ ვიცი რომ გვიანია და ვერ შეცვლი უკვე. გვიანია შენთვის, იმიტომ რომ გვიანი ჯერ ერთი არავისთვის არ არის, მაგრამ ისეთ ამპარტავნებაში ხარ. ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე ვლაპარაკობ მე ამას. ისეთ ამპარტავნებაში ხარ, რომ მარტო მათრახი, შოლტი თუ გამოგაგდებს და ამოგათრევს მაქსიმახინჯიდან. ეს არის შენი რეალობა. ანუ მთელმა საქართველომ უნდა დაგასხას თავზე ლაფი და აუცილებლად მოხდება ეს, იმიტომ რომ მალე უფრო ვარეს გააკეთებ და გამოვლინდები. უნდა დაგასხას ისე ლაფი, რომ გამოფხიზლდე, რომ რაღაც ჭაობში ხარ ისეთში, რომლიდანაც
ვიღანაც ფიზიკურად შენით ვერ ამოდიხარ. ამიტომ ჩემი სრული გაცნობიერებით ვლაპარაკობ, რომ შენ გადევს ანტიქრისტეს ბეჭედი. შენ ღმერთის ბეჭედი არ გადევს და ამას არ ჭირდება არანაირი სულიერების ცოდნა. ჭირდება რამე ამას ცოდნა? საკმარისია შენს კომენტარებში შევიდეს. აი, მათემატიკური ალგორითმით ხელოვნურ ინტელექტს რომ ვთხოვოთ, რომ დამითვალე ამ ადამიანის გვერდზე რამდენი წყევლის ერთმანეთს, რამდენი ემუქრება ერთმანეთს, სიყვარულის გაზიარების სიტყვები დამითვალე და ბოროტების. და შენი ეკაუნტები რომ შეიყვანო ხელოვნურ ინტელექტში და შეაფასებინო პირდაპირ ამოიწერება სატანის მოციქული შენზე. პირდაპირ გეუბნები. ვიცი რომ შენ ამას ვერ ხვდები და ვერ იჯერებ. პირდაპირ აი სტატისტიკით შენი შედეგით გამოვა ეს ამბავი. ის კი ამოვა ქრისტე დაიცვა, ღმერთი არსებობს თუ არა და ეს ყველაფერი, ანუ მაგას ხელოვნური ინტელექტი არც განიხილავს, იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტს რომ მკითხო ღმერთი არსებობს თუ არა, არ დაგიწყებს მაგაზე კამათს. შენგან განსხვავებით. მან იცის რომ ღმერთი არსებობს. შენ არ იცი ღმერთი რომ არსებობს. იმიტომ რომ ამას გამოდვებით ამტკიცებს. ის გამოიყვანს დებულებას რომ ამ ადამიანის გვერდებზე დიდი ბოროტებები ტრიალებს, მუქარები, სიძულვილი. ეს არის შენი სახე. და ნახეთ იმ ადამიანს ვინც უსმენს და მასეთ ადამიანებს ვინც უსმენთ და ომებში ხართ ჩართული, სატანის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი ბეჭედი გადევთ რელიგიური ომების. შენ რომ ვიღაცას კომენტარში დაუწერე შენ მუსლიმო, შენ ესა, ჩემი ქრისტე ესე ჯობია, შენ უკვე ბეჭედი გადევს. და ეს ბეჭედი უნდა მოიშორო და ამ ბეჭედს ვერ მოიშორებს სანამ ასეთ ადამიანებს უსმენ. რადგან შენ რასაც უსმენ, მას ეთანხმები. მომავალში ესეთი ადამიანები პასუხისგებაში მიეცემიან. იქნება არქივარიუმის ოფიცერი, რომელიც ბოლოს მიადგება ბრჭყალებში სულიერ მოღვაწეებს. გამოჩნდება ვინ წააქეზა, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. ისტორია როგორ განგიხილავს ეს ცალკე საკითხია, მაგას მოუყვები. რაოდენ კრეხელურად და რაოდენ დამამცირებელი იქნება შენი ისტორია ცხოვრებისეული. ომოდ მე ახლა შეურაცხყოფებს და მსგავს რამეს არ ვაპირებ. ავხსნი 7 გონებით, როგორ დარჩები ისტორიაში, უკვე დარჩი ამით ისტორიაში. უკვე ამით ხარ ისტორიაში და ამიტომ. თუმცა შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება. ისტორიაში, როდესაც განიხილავენ შენს გვერდზე ხელოვნურ ინტელექტს დაათვლევინებენ, რამდენი წყევლა იყო შენს გვერდზე, ვისგან იყო გამოწვეული, სტატისტიკა რო ამოვა პირდაპირ მოგენიჭება ანტიქრისტეს ბეჭედის მფლობელი, ამის და ამის გამომწვევი მიზეზი, იმის და იმის მიზეზი, ბევრ ბოროტებასთან კავშირი გექნება პირდაპირ. და ეს იქნება მტკიცებულება, ყველა მტკიცებულება თქვენს Facebook, TikTok, YouTube ყველა გვერდებზე დევს. თქვენივე ლაპარაკია თქვენი მტკიცებულება რას აკეთებთ. ამიტომ მომავალში ეს ყველაფერი დაფიქსირდება ისტორიის სახით, ვინ რას აკეთებთ. ეხლა ვერ ხვდებით თქვენ და ეხლა არის განუკითხაობა, არ არის რელიგიაში კანონარიუმი, რომელიც გააკონტროლებს ვინ რა ბოროტებას ჩადის. და ველური დასავლეთი ვით არის ეხლა. რასაც გინდა იმას ლაპარაკობ, რასაც გინდა იმას აკეთებ, რასაც გინდა იმას პრუტუნებ. ყოველგვარი ახსნის დასაბუთების და ყველაფრის გარეშე. და როდესაც არქივარიუმის ძალა შევა ძალაში, ყველა თავის კონტენტს წაშლის, რადგან მათი ნაშრომები პირდაპირ ეწინააღმდეგება ღმერთს, ქვეყნის უსაფრთხოებას, ადამიანების უსაფრთხოებას, რელიგიური ომის წამქეზებლები. რელიგია ყველაფერს ახსნის ისე, როგორც საჭიროა და შენს გვერდებზე, ვიდეოს, ანუ კომენტარებში, ყველაფერში ისეთი მტკიცებულებები იქნება, რომელიც პირდაპირ ღმერთის წინააღმდეგ მიდის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიდის. და ყველა მტკიცებულება თქვენს გვერდებზე დევს. თქვენი ნაშრომების მიხედვით, თქვენი კომენტარების მიხედვით და ყველაფერი რაც საკეთებთ. ამიტომ ბევრი სულიერი მოღვაწე წაშლის თავის ნაშრომებს. გაქრებიან თითქოს არ არსებულა იმისთვის, რომ თავი აარიდონ სასჯელებს. დღეს ყველა რაღაც თავის ველურ დასავლეთშია. ზოგი რაღაც ნუმეროლოგია, ზოგი ტაროლოგია, ზოგი რაღაცაზე პროტუნებს, ზოგი რაღაცას რაც უნდა ოღონდ ადამიანების ყურადღება მიიქცეს, ზოგი რას აკეთებს. ერთი საერთოდ გეუბნება ეს ვითომ ქრისტეს მოადგილე უკვე აღარ იმარხულო. ცოდვებიც აღარ მოინანიო, უკვე მოგინანიეს და 1000 კოშმარს აკეთებს. და წარწყმიდა თავისი მსმენელი და ფიქრობს, რომ ამისთვის გადახდა არ მოუწევს. ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია. ისეთ ამპარტავნებაში და თან გაუნათლებლობაშია. ნახეთ მეგობრებო, მე ხა ფუნდამენტურად ავხსნი ამ ადამიანს რა სჭირს და ესეთ ადამიანებს რა სჭირს. აბსოლუტურ გაუნათლებლობაშია, მაგრამ წიგნიერ განათლებაშია. სულიერ გაუნათლებლობაშია და წიგნიერ განათლებაშია. რასაც ლაპარაკობს, არაფერს არ ასრულებს. უბრალოდ ლაპარაკობს. ზეპირსიტყვიერია. ამიტომ სჭირს ეს. ვერ ხვდება ბნელი როგორ ერევა და საერთოდ ვერ ხვდება მარხვა რა არის. არ უქნია არასოდეს ეს. გესმით? გეუბნებათ მოქმედებები არ აკეთოთ, უბრალოდ რწმენაო, იმიტომ რომ არ მოქმედებს თავად. როგორც თავად ცხოვრობს მახინჯში, მიხვდა რომ მახინჯში ცხოვრობს და მიხვდა რომ ამას ვერ გააკეთებს, რასაც ლაპარაკობს, მიხვდა რომ ქრისტეს რომ ლაპარაკობს, ქრისტეს ვერ ასრულებს. ვერ ასრულებს მარხვას, ვერ ასრულებს სიტყვის სისუფთავეს, კამათიდან ვერ გამოვიდა, მოყვასი ვერ შეინარჩუნა, ვერ აკეთებს ამ ყველაფერს, მიხვდა ამას და გაბოროტდა და გადაწყვიტა წარწყვიდოს ყველა თავისი მსმენელი და ეს მსმენელი ვერ ხვდება. და ეს პროცესი იცით როგორ ხდება ადამიანის თავში? თავადაც ვერაც
აცნობიერებს ამას. მართულია უკვე, მართული. ესე იგი, მუსლიმები ამ ადამიანთან მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს. მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი ანტიქრისტეს ბეჭედს ატარებს. და აღარ ეკამათებიან ღმერთი არსებობს, არ არსებობს. ყველა გაეცალა. და ეხლა მიადგა რელიგიას. ოღონდ რელიგიას მიადგა არა ისე, რომ მოდი ერთად ხუმარ ვქნათ რამე, გავაკეთოთ რამე. არა, მე თუ რელიგიაზე ვსაუბრობ, ვთავაზობ ყველაფრის გამოსავალს. ყველაფერს ვთავაზობ. მოძღვრებს, დეკანოზებს, საპატრიარქოს, ყველაფერს ვუხსნი, ეს გამოდგება, აქ გვაქვს შეცდომა, ეს უნდა ვქოთ, მაგრამ ეს ამას არ აკეთებს. ეს მტერს და ომს ეძებს და აგიხსნით როგორ. ესე იგი, ეს ადამიანი ერთი თვის წინ ამომიგდო ნაშრომი. ერთ-ერთ მოძღვართან ერთად მშვიდად საუბრობდა, როგორც მეგობარი ისე. მოძღვართან ერთად კარგი მოძღვარია, კარგ რაღაცეებს ამბობს. მამა გურამთან ერთად ქონდა ინტერვიუ და რაღაც საუბრები. ესე იგი, ამ საუბრის შემდეგ გავიდა 2 კვირა და შემთხვევით მიგდევს პოსტს ამ ბიჭის TikTok-ზე. სადაც ესე იგი მიწასთან ასწორებს მამა გურამს. ესე იგი რა გააკეთა? ჯერ შემოიტყუა რესპონდენტად, მოყვას არ ეძებს, რელიგიურ ომს ეძებს ყველგან. იმდენი მოახერხა, რომ ერთ მოყვასის შეხვედრის საუბარში ვერ იპოვა მოყვასი და ღმერთი და მტერი იპოვა. მამა გურამთან იპოვა მტერი. მამა გურამს კი არ ვიცავ. რამდენიმე მაქვს მისი მონასმენი და ცუც არ ამბობს არაფერს. ეხლა ბოლომდე არ გამომიკლებია, თავს ვერ დავდებ მამა გურამზე, მაგრამ მამა გურამს კი არა. არავის არ უნდა ებრძოლო. ეხლა ისეთ ჭეშმარიტებას გეტყვით, რომ პირს დაახებთ. ესე იგი, კაცი, რომელიც რაღაც სიმართლეებს ლაპარაკობს და რაც შეუძლია ლაპარაკობს და არ არის ცუდი, ამ ადამიანთან შეძლო როგორღაც და ომი წამოიწყო და ჯერ როგორ ლაპარაკობდა. როდის მივიდა ამ მდგომარეობამდე? ესე იგი, სულ რო ღმერთი დაუსვა გვერდით, მტრად გამოაცხადებს და ომს დაიწყებს და ნახეთ, ომი წამოიწყო ღმერთის კაცთან და მე ადრე დავდე ტაროლოგებზე ნაშრომი და ის ტაროლოგები, ის დემონის მსახურები მიიწვია ლაივში და ეჭუკჭუკა და დაანება თავი. მათ კი არ გამოუცხადა ომი, სატანის მოციქულებს კი არ გამოუცხადა ომი. ღმერთის მსახურს უცხადებს ომს. ერთი ჩაწერა ლაივი, მაგაზე ნაშრომი მაქვს დადებული. ნაშრომს ქვია მატრიცის არაკომპეტენტური ეზოთერიკოსები და იქ ახსნილი მაქვს რა გააკეთა. და ნახეთ, მოიწვია ეს შავი მაგები, ეჭუკჭუკა და შეეშვა. ანუ სატანის მოციქულებს შეეშვა და რელიგიურ მოღვაწეს, რომელიც ღმერთთან არის და ამ ყველაფერში არის, ებძვის. ბრძოლა დაუწყო. და კიდევ ერთი პარადოქსი გითხრათ. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მაქამდე კიდე იყო ერთი ვიღაც მოღვაწე ახალგამოჩეკილი, პოპულარობას რომ ეძებს და სულიერებას საერთოდ რომ არ აინტერესებს, ვიღაც სათვალიანი ყვაწვილია და ის ყვაწვილი მოკლედ საწყისში ამ ვითომ ქრისტეს დამცველზე ნეგატიურ რაღაცეებს ლაპარაკობდა, ლუთერანს უწოდებდა და რაღაც და იმასთან მეგობრობს ეხლა. და რაღაც ლაივები ამომიგდო, სადაც ერთად მეგობრულად და თბილად საუბრობდნენ. ესე იგი, სატანის მოციქულებთან, ეს სათვალიანი ბიჭი სატანის მოციქულია თქო არ ვამბობ. ესე იგი, სატანის მოციქულებთან არეომება, ვინც ნეგატივს და ომს თესავს, მასთან სიმბიოზში შედის, კი არ აგდებს, ერთად იწყებენ შემდეგ. ვიკრიბავს ომის მოყვარე ხალხს და ღვთისმოყვარე ხალხს იწყებს ბრძოლას. მუსლიმებთან უკვე აღარაფერი აღარ გასდით, აღარ ეკარება არავინ მუსლიმები და ეხლა მიადგა რელიგიას და მოძღვრებს და მიადგა ღმერთს პირდაპირ. რა სიგიჟე ხდება? აი, რა სიგიჟე ხდება? თქვენ აცნობიერებთ, მე მგონი კარგად ვერ აცნობიერებთ რა სიგიჟე ხდება. ღმერთს მიადგა ეხლა და როგორ? ესე იგი, ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ვითომ ქრისტეს მოადგილე და ვითომ ქრისტეს დამცველი. განიხილავს მამა გურამის კითხვას, სადაც ჟურნალისტი უსვამს კითხვას, რომ რა აზრი აქვსო ისეთი ლოცვის მოსმენასო, ძველ ქართულად რომ არისო და არ ესმის ადამიანსო. და მამა გურამი პასუხობს, ეს ლოცვაზე უბრალოდ კი არაა დამოკიდებული, შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებულიო. და მამა გურამმა უთხრა სიმართლე, რომ მართლა მნიშვნელობა აქვს შენი შინაგანი მდგომარეობა როგორია, მაგაზე ცალკე ნაშრომი მაქვს, ლოცვის ინსტრუქცია ქვია. ფუნდამენტურად არის ახსნილი, რომ ფუნდამენტურად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ლოცები სტრესით თუ ილოცები სატანაზე ლოცულობ, რადგან სტრესი ღმერთს არ ეკუთვნის. მთელი რიგი პროტოკოლებია, ძალიან საინტერესო ნაშრომია, მოусმინეთ. და ეს იძახის, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ განათლება არ აქვს. გესმით ხალხო, ეს ადამიანი არის დაზეპირებული, რომელიც არ ცხოვრობს ამ ცხოვრებით და საერთოდ ბნელი ატყუებს, ამიტომ მთლიანად შეპყრობილი ყავს, მთლიანად. გაუნათლებელია. ეს ადამიანი ისტორიაში შევა როგორც გაუნათლებელი პიროვნება, რომელმაც უამრავი ადამიანი წარწყმიდა ბიბლიის ზეპირსიტყვიერებით. ისტორიაში ესე შევა როგორც გაუნათლებელი, რომელმაც ბიბლიის ზეპირსიტყვიერებით წარწყმიდა უამრავი ახალგაზრდა. და მოკლედ მამა გურამის ამ ნათქვამზე გადადის აგრესიით და ხალხს მოუწოდებს ომისკენ. ვინმე თუ გაიგეთო რა თქვაო ამ კაცმაო და საერთოდ და კომენტარებში მიდის მამა გურამი, წყევლები მიდის უკვე და ლანძღვები კომენტარებში და აგრძელებს. არ ჩერდება ამაზე, არ კმაყოფილდება. ესე იგი, აჟღერებს, რომ არანაირი აზრი არ აქვსო, ძველ ქართულ ენაზე ლოცვებს რომ ისმენო. გაუნათლებობის პიკი და რატომ? დიდი ალბათობით ქრისტე ლაპარაკობდა ძველ ქართულ ენაზე. ზოგადად ძველ ქართულ ენაში უდიდესი უფლის რწმენის მდგომარეობაა შენახული. თავად ამ ენაზე საუბარში არის შენახული ძალა. ნახე,
დღეს ადამიანები ქართულად საუბრობენ, მაგრამ ღმერთთან ისე ახლოს ვერ არიან. ამიტომ ქართული ამენის საუბარი არ არის იმ ძალის მქონე, ვიდრე ადრე იყო. ადრე ხალხი ისეთ რწმენაში იყო 100,000-მა ქართველმა თავი გაწირა რწმენისთვის. ისინი საუბრობდნენ ძველ ქართულად. და ამ ქართულ ენაშია ამ ტექსტუალურ სიტყვათა წყობაში არის დიდი ღვთიური ძალა ჩატვირთული. და იმდენად განათლების პრობლემა გაქვს და იმდენად ვერაცნობიერებ ღმერთს და იმდენად ჯორხს წყარ ღმერთისგან, რომ ვიძახი არა აქვს აზრი მოსმენას იმ ლოცვის, რომელიც არ გესმისო. არ აქვს აზრი კი არა, ის ლოცვა შენ რომ გესმის, შენთან რომ აჟღერებენ, დიდი ძალით არის დამუხტული. ტაძარში მოძღვარი რომ გიკითხავს ძველ ენაზე ლოცვას, ის ლოცვა არის პროტოქართული ენა. საერთოდ იცი რა არის პროტოქართული ენა? ჩვენი დიდი ძალის მქონე წინაპრების მიერ წამოსული ენა, რომელმაც ცოტა ფორმირება განიცადა და მაგრამ შენარჩუნებული იყო და იმ ძველ ენაზე გიკითხავენ. სავარაუდოდ ქრისტე რომ ლაპარაკობდა მაგ ენაზე გიკითხავენ და ძალით მოსილია. როდესაც ტაძარში მაგ ენაზე გიკითხავენ ლოცვებს. მეორე საკითხია ის რომ არ გესმის. მაგრამ ნახე, შენ ამცირებ და შეურაცხყოფას აყენებ იმ პროტოქართულ ენას, რომელშიც დიდი ძალაა ღვთიური. და იმას კი არ სთავაზობ, რომ მოდი ახალი ლოცვები ხომ არ დავწეროთ დამატებით, რომ ადამიანებმა გაიგონ. რატო ვერ თავაზობ იცი ამათ? იმიტომ რომ შენ ესეთი იდეები არ მოგდის თავში. საერთოდ ლოცვის დაწერის აზრიც კი არ მოგდის თავში. რა უნდა შენთან ლოცვის მოსვლას ვერ ხვდები? ბრელი მოგდის თავში. იმას კი არ ამბობ, რომ ეს არის ღირსეული, სიმართლეს არ ლაპარაკობ, ვერ ლაპარაკობ, ბნელით ხარ მოცული და ამიტომ. მოდი ხომ არ დავწეროთ რაღაც ახალი ლოცვა, რომელსაც ახალგაზრდა თაობა გაიგებს. დამატებით. არა. შენ რამეს კი არ სთავაზობ, მშვიდობას კი არ სთავაზობ, შენ ომს სთავაზობ, ერს. და ამას გაკეთებინებს ბნელი, რატომ? იმიტომ რომ ჭეშმარიტად უვიცი ხარ და ჭეშმარიტად ზეპირსიტყვიერი მცოდნე ხარ რელიგიის. არ ასრულებ იმას, რასაც ლაპარაკობ, არაფერს. და ისე გაბოროტდი, რომ სხვასაც მოუწოდებ, რომ შენაერ ჭაობში იყოს, ამოყოს თავი, რადგან სხვანაირად ვერ შვები, ომს იწყებს. იმიტომ რომ ანტიქრისტეს ბეჭედი ადევს პირდაპირ კისერზე, უკან კეფაზე. ჯერ ეს ერთი 3 კვირის წინ რომ დაჯექი მამაგურამთან მოყვასით. შენ იმასთან, რაც არ უნდა საერთო ენა ვერ გამოძებნო, მტრული არ უნდა გააგრძელო. ესე იგი შენთან ვინც მოვა და ვინც დაგელაპარაკება, საბოლოოდ ომი ელოდება. თუ თავად ომის მოყვარული არ არის. ეს ყველაფერი შენ გაგდის, რადგან ვერავინ ვერ მოგიჩინა ადგილი. უბრალოდ მართლა არ მინდა რომ შენთან რამე გადაკვეთა მქონდეს, რომ ლაივში დაგელაპარაკო. იმდენად ბინძური ხარ, შენთან კომუნიკაციაც კი არ მინდა, მაგრამ იმდენ სიტყვაში იჭრები, ნახევარი საათი კი არა, 5 წუთი მჭირდება, რომ საქვეყნოდ მოგჭრა თავი, ყველა ორ სიტყვაში გეშლება. უბრალოდ ადამიანებს არ ყოფნით, როგორც ჩანს, ჯერ საკმარისი გონი, რომ უბრალოდ გაჩვენოს ვინ ხარ. თითო შენ სიტყვაშია ბოროტება და გლეხური ენით შეიძლება ამის განხილვა. იქვე ლაივში. მაგრამ იმდენად ბინძური ხარ, რომ არ მინდა შენთან რაიმე კომუნიკაცია მქონდეს. უბრალოდ ამ ლაპარაკს იმიტომ ვიწყებ, რომ ხალხისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო. მომავალში ვისაც გონება ეყოფა, შენ არავინ არ დაგიჯდება ლაივში. ხალხო, ეზოთერიკოსებო, სულიერო მოღვაწეებო, გააცნობიერეთ, რომ შენ რომ ესეთ ადამიანებთან ჯდები გვერდით, ისტორიაში ფიქსირდები. და შემდეგ იცი როგორ დაფიქსირდები? ეს ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი რომ იყო, ერთად ქონდათ ლაივი, ერთად საუბრობდნენ რაღაცას, კაი მეგობრებივით, რა უცნაურ, ანუ სახელსაც იფუჭებ. ყველაფერს რომ თავიდანებო ისტორიაში ეწერები, როგორც სამარცხვინო ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელთან ერთად ვითომ რაღაც ღმერთზე ლაპარაკობდი. ანუ სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდები და ნახეთ, მალე ამას გააცნობიერებს მთელი საქართველოს ეზოთერიკოსები, მღვდლები, სულიერი მოღვაწეები და აღარავინ აღარ დაუჯდება ლაივში და აღარავინ აღარ დაელაპარაკება. სრულ ბლოკადაში მოაქცევენ, რადგან ეს იქნება მისი ბოლო, რადგან ის ამას აკეთებს, ის მოყვას არ ეძებს, ის ეძებს ანტიქრისტეს ბეჭდების მატარებლებს და იმეგობრებს მათ მხოლოდ. კაცი, რომელიც ლანძღავდა, დაუმეგობრდა და კაცს მამაგურამს, რომელსაც გალანანძღი არ ყავს, ომი გამოუცხადა. მიხვდით რა ხდება? და აგზელებს ამ ვიდეოს განხილვას მამაგურამზე, რომ ესე იგი რა აზრი აქვს ტაძარში მიხვიდეო, არ გესმის ლოცვებიო, იმ ლოცვებს ისმენო, ჯერ რა აზრი აქვს ხომ ახსენი, პროტოქართულია და იმ ლოცვებს აქვს თავისი ძალა. და რომ მიდიხარ ტაძარშიო და 1 საათი გეხარო ხელები ჩამოწია თან დაცინის, ლოცველს დაცინის. ისეთ ბნელშია ვერ ხვდება ამას. ლოცველს დასცინის ტაძარში როგორ დგას, რომ შესულიაო და თავი აქვს დახრილი, ხელები ჩამოწეულიო. თან თავად იმეორებს ამ პოზას. სიგიჟე ხდება და ცინიკურად აგზელებს. ესე იგი დგომისგანო ფეხი თუ არ გეტკინა, ისე არ ესმის ღმერთ შენი ლოცვებიო. ფეხი რო გტკივა და ამხელა ნებისყოფას იჩენდა, კონცენტრაციას იჩენდა, ამას აკეთებ, მაგ დროს ესმის შენი ლოცვა ღმერთს. აბა წამოწოლილი რომ ხარ სავარძელში და ნარნარებ და ღმერთო გამარჯობა შენი, ამ დროს ესმის ყველაზე მეტად ღმერთს შენი და შენ გესმის მაგ დროს ყველაზე მეტად ღმერთის, როცა წამოწოლის სიამოვნებაზე ხარ, როცა ფიზიკურ სიამოვნებაზე ხარ კონცენტრირებული და არა ღმერთზე. შენ რომ საათობით გახარ და კონცენტრაციას აკეთებ და ხეხზე დგომა გეხმარება, რომ ღმერთზე ფიქრიდან არ ამოვარდე და საათის განმავლობაში რომ ღმერთზე ხარ კონცენტრირებული ლოცვით და ფიქრით, მაშინ ხარ ღმერთთან ვერ ხვდები. თუ წამოწოლილი რომ ხარ
ხარ და სიამოვნებას იღებ, მაშინ სიამოვნებაზეც ფიქრობ და 1000 სისულელეებზე და ღმერთი ნაკლებად გაფიქრდება, რაც არ უნდა ილოცოდა. ესე იგი ადამიანი იმდენად შორს არის ღმერთისგან, რეალურად შეხედეთ რას გიხსნით. იმდენად შორს არის ლოცვისგან, იმდენად შორს არის ყველა ამ ფუნდამენტური მდგომარეობის გაგებისგან, შორს, რომ დასცინის ტაძარში მლოცველ ქრისტიანს. და ამას უსმენს მისი მსმენელი. მისი მსმენელიც უვიცია. ამას არ ქვია სხვა რამე, შენ რომ ამას ისმე, რომ დასცინის ტაძარში მლოცველს, თან ვიზუალურად კლოუნივით იმეორებს, ხელები დაუშვა, თავი ჩამოხარა და ეს ნორმალური გონია და დედა შენსაც დასცინის, ხო? დედა შენი მიდის მასე ტაძარში და მასე ხელებს ჩამოწევს და თავს ხრის და ილოცება. მამა შენი, ბებია შენი და შენი და საკუთარ დედას, მამას, ბებიას და მეზობელს და ნათესავზე გაცინინებს და ღმერთზე გაცინინებს და უსმენ. ანტიქრისტეს ბეჭედი გადევს მისი მსმენელი რომ ხარ, ამიტომ. რა თქმა უნდა, მარხვას არ იცავ, რასაც გინდა ჭამ. თავად ხარ წარწყმედილი, შეურაცხყოფას კი არ გაყენებ. ფაქტი დავღნიშნავ, წარწყდი თავად და ისე გაბოროტდი, რომ ამის გამო გადაწყვიტე წარწყვიდო ყველა შენი მსმენელი და თან ამას ვერაცნობიერებ. თან გაუნათლებელი ხარ და ამიტომ ვერ ხვდები რაში ხარ საერთოდ. გეუბნები ზეპირ სიტყვიერად განათლებული ხარ. მეტი შენ არ ხარ, შენ არ ცხოვრობ იმით, რასაც ლაპარაკობ და გადახვედი ბოროტში. ხომ ვერ ხვდები, შენ კიდე რა გელოდება წინ? მაგრამ შენს მსმენელს რა ელოდება? ისინი არიან ცოდვანი. რა ქრისტე და რა შენ? ანტიქრისტეს ბეჭედი გაქვს მიკრული, უკვე როგორ გაქვს ისი მიკრული აყროლდა, უკვე პირდაპირ ჩანს. ტაროს და შავმაგებს არ გამოუცხადე ომი და ღმერთის მსახურს უცხადებ ომს. ეს არის შენი ჭეშმარიტი სახე. ტაროსთან რატომ არ აჩაღებ ომს? შავმაგებთან რატომ არ აჩაღებ ომს? ქრისტეს ვითომ ბჭყალებში დამცველი ხო ხარ? იმიტომ რომ შენიანები არიან და ბნელი თავში გეუბნება შეეშვი ამათ. აგერო ესენი არიან, აი ღმერთის ხალხზე გელაპარაკება. ამათ ვებრძოლოთ. ისეთ პირუტყვულ უვიცობაში ხარ, პირუტყვულ უვიცობაში, რომ ანაბანას ვერაცნობიერებ რა გჭირს. და ეს თემა შენ კი არ გეხება. ეს თემა ეხება ანტიქრისტეს ბეჭედს. შენ ხარ იდეალური მაგალითი ანტიქრისტეს რელიგიური ომის ბეჭდის სახე. შენით უნდა ისწავლოს ქართველმა როგორია ანტიქრისტეს ერთ-ერთი მძიმე რელიგიური ომის ბეჭედი. სულიერმა მოღვაწეებმა, ეზოთერიკოსებმა და ვინც არ უნდა იყოს, ამ ადამიანს უნდა მოუწყოს სულიერი ბლოკადა. არავინ არ უნდა დაეთანხმოს ლაივში ჩაერთოს. არავინ არ უნდა გასცეს პასუხი. საერთოდ ბლოკი უნდა შეუკრათ ამ ადამიანს. რადგან ეს ადამიანი არის რელიგიური ომის მხედარი. მოდი ესე გეტყვით, სატანის ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი. რამეს ეხა ვაბრალებ თუ რა? არაფერს არ ვაბრალებ. ხო ხვდებით რა ხდება? რაც ხდება იმას ავხსენ. ერთმა დამიფაროს ახალგაზრდა ბიჭზე ცუდი რაღაცეები ვილაპარაკო. მე ცუდს არავიზე არაფერს არ ვლაპარაკო. მე ავხსენ ვინ რა დღეშია და ვინ რას აკეთებს. სანამ გვიან მიხვდებით, ეხლა მიხვდით რომ მაგ ადამიანთან არანაირი ლაივები და არაფერი არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ საბოლოოდ ომს გამოგიცხადებს და ნახე, შეიძლება ვერაფერი ვერ დაგიშაოს, მაგრამ მისი ათასობით ადამიანი დაგწყევლის. 1000 ადამიანი რომ დაგწყევლის და ნეგატივს გამოგიგზავნის. შენი აზრით კარგია შენი ჯანმრთელობისთვის ეს? ის 1000 ადამიანი თუ 2000 თუ 100000 ადამიანი რომელსაც გიმხედრებს, გწყევლის. წყევლაში ნეგატიური სიტყვა დაწერა კომენტარში შენზე, ისქნა, მიგაწყევლა. ჩვეულებრივად ჩაო მაგიურ რიტუალს გიკეთებს. ამიტომ ვინმეს თუ რამე გრამი განათლება გაქვთ სულიერებაში, ეზოთერიაში, ენერგიებში, თუ ჭკუა ყოფნის, საერთოდ მაგ ადამიანთან არ უნდა დაჯდე გვერდით. რადგან ბოლოს ომს გამოგიცხადებს და 100000 ადამიანი შენს წყევლაში იქნება და 100000 ადამიანი რომ წყევლის, ამდენი ენერგია რომ ხდება, კარგი რა უნდა დაგემართოს? არაფერი კარგი. ესეთი ადამიანები უნდა გამოაცხადოთ persona non grata. რას ნიშნავს persona non grata? არასასურველი პიროვნება, რომელთანაც კავშირი არ უნდა დაიჭირო. თქვენი აზრით მე რატომ არ ვჯდები სხვადასხვა ადამიანებთან ლაივში და სხვა დანარჩენში? იმიტომ რომ სანამ არ დავწმუნდები ვინ არის, არ მინდა მათთან ერთად ისტორიაში გავისვარო და თქვენ ყველანი ერთმანეთში აზელილ გასრულები ხართ და შეეშვით ამ სიმახინჯეს. ზიანდებით, ვერ ხვდებით რაში ყოფთ თავს. persona non grata-ებს უნდა გაეცალოთ. საბოლოოდ ამას თავისით მიხვდებიან სულიერი მოღვაწეები და საერთოდ აღარავინ აღარ დათანხმდება ლაივში. მარტო ჩაერთვება მასთან საუბარში ვიღაც პატარა ბავშვები, რომელსაც იწვევს რეალურად მთელი მისი კარიერა ააგო პატარა ბავშვების დაჩაგვრით. სიმართლეა ეს? უცოდინარი ადამიანების, რომლებიც ვერ დაუსაბუთებენ იცის, ვითომ ლაივში იწვევს არჩევითად, გესმით? ადამიანს ყოველ ორ სიტყვაში ისე ეშლება რომ გლეხურად შეგიძლია უთხრა რომ შენ ღმერთთან არ ხარ დაასაბუთო. პრობლემა თქვენი არის ის რომ რაღაც სულიერულ თამაში ყვებით მას. უბრალოდ გლეხური კითხვები უნდა დასვა. მაგალითად თუ დაცინის ესე ლოცველზე უნდა უთხრა რომ დედა ჩემიც მას ეშვება, დედა შენის ჩემი ძმაკაცის დედაც მას ეილოცება და შენ ესაა დედა ჩემს და ამ ყველა ლოცველს დაცინე? ადამიანს თქვენ ესე კი არ ელაპარაკებით. მაღალ ფარდოვან რაღაცეებს ლაპარაკობთ. სიმართლეს ვერ ხედავთ და პატარა ბავშვებს მოყავს ლაივში და ვითომ რაღაცას აკეთებს. მომავალში არავინ არ გაეკარება, ვისაც გონება ეყოფა და სანამ გონება გეყოფა, ნუ გაისვრები და გეყოს ღირსება ღმერთი რაღაც და ანტიქრისტეს ბეჭდის
მატარებელთან ნუჯდები გვერდით. შემდეგ ნუაცხადებინებ ამ ადამიანს შენთან ომს და მე მის გამომწერ 100,000-ობით ადამიანს ნუაწყევლინებ თავს ეს განგრევს შენ. ამდენი ადამიანი რომ ნეგატივს გიგზავნის, ეს უბრალოდ კი არ გიცხადებს ომს. ამ ადამიანებს გაქსევს ქოპაკიძაღლებივით ენერგეტიკულად. ამ ადამიანებს ბოროტებაში აგდებს. შენ გაზიანებს ენერგეტიკულად და წყევლებს გიგზავნის. 100,000 კაცი რომ წყევლას გამოგიგზავნის, რანაირად გინდა შენ? კარგად იყო. მაინტერესებს. განათლება შენც არ გაქვს? სულიერებაში, ენერგიებში, რამეში? ამიტომ გონს მოიგეთ და ბლოკადა გაუკეთეთ ამ ადამიანს. გარიყეთ ეს ადამიანი, რომ მიხვდეს, რომ არ დაზიანდეთ არც თქვენ და არც ადამიანები, რომელიც მისი მსმენელია. არ ეყოლება მტერი და მის მსმენელებს ვერ დაგეშავს და ბოროტებებიც არ მოხდება მის მსმენელში. თორემ შენ თუ წააქეზე მისი მსმენელი და აგერ ეს თქვა საუბარში შეხვედი, ღმერთი რას გეტყვის მერე იცი? შენ შვილო ამ ადამიანთან შეხვედი რეაქციაში და შენი მიზეზის გამო 100,000 ადამიანმა განიცადა ბნელი შენთან მიმართებაში. ანუ შენ შვილო უნდა გაცლოდი ამ ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელს. ამიტომ შენს დამნაშავე ხარ, იმით რომ შედიხარ ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელთან კომუნიკაციაში. და შენი სახით რა დაგიშავა ამ ხალხმა? დაინდე ესენი, საკუთარი თავი დაინდე, შენი ძმა და მეგობრები დაინდე, რომლებიც თვალებში შემოგციცინებენ და ფიქრობენ რომ გადაარჩენ და სინამდვილეში სად მიერეკები, პირდაპირ სატანის ხრელში, ხრამში, გუბსკურში მიერეკები. რა დუნდა ამას მიხვედრა, ან რა დუნდა ამას განხილვა რომ იქ მიერეკები. რანაირად ელოდები რომ ღმერთი გაპატიებს იმას, შენი მსმენელი რომელიც დიდი ხანია გისმენს და თვალებში შემოგციცინებს მთელი იმედით და მას პირდაპირ ერეკები ჯოჯოხეთში. და აწყევლინებ ადამიანებს ამ მდგომარეობაში ყავს და გომში ყავს და არაფრის მომცემომში თან და მართლა იბრძოლებ. ეს ხალხი მიგემართა შავი მაგების მიმართ, არა. მიმართე რელიგიის მიმართ, ღმერთის მიმართ მიმართე და არა შავი მაგიის მიმართ. და წარწყვინდე კაცი, ძმაკაცი, ახლო მსმენელი თუ რა ვიცი, მოსწავლე თუ ყავ თუ რა ვიცი, გიყურებს თვალებში და გაყიდე ცოცხლად და ღალატობ და ამას შენ ვინ გაპატიებს? მართლა ფიქრობ რომ ამას გაპატიებს ღმერთი? წასულია შენი საქმე, წასულია ღმერთმა დაგიფაროს. მე ძალიან მინდა რომ ღმერთმა დაგიფაროს. მეტი რა გითხრა, აი გულით მინდა რომ უფალმა დაგიფაროს. შენ ფიქრობ ეხლა რომ მე მინდა შენზე ლაპარაკი. ჩემთვის ეს საუბარი არის ვალის მოხდა. აი ვალის მოხდა ხარ ჩემთვის შენ. იმაზე ლაპარაკი, რაზეც ლაპარაკიც არ მინდა, არ მაინტერესებ ხარ. მაგრამ მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც გისმენს და ვისი წარწყვეტაც გინდა და ჩემს მსმენელებს ვასწავლი. ასევე და ყველას, ვისაც უნდა ამის მოსმენა. ვიღაცამ უნდა თქვას ეს და ვიღაცამ უნდა უთხრას ეს სიმართლე ადამიანებს. და მიწერს მე ვთქვა ეს. მე კი არ მინდა აქედან გამომდინარე, ღმერთს უნდა ეს. და საერთოდ გახსოვს ღმერთს რა უნდა? მე ეჭვება შენ საერთოდ მის ხალი მაინც გახსოვდეს ღმერთს რა უნდა. ბიჭო, იმდენად გაუნათლებელი ხარ ყველანაირად და ზეპირსიტყვიერი განათლებული ხარ, რომ ეხები ზიარების საიდუმლოს და იძახი რომ ჯერ ეს ლოცვები არ ესმისო ადამიანსო, მაგ ავხსენი რომ გაუნათლებელი ხარ. და მე იძახი რომ რა საჭიროაო ესო პურსა და ღვინოს რომ აჭმევენო. აი რა გაუნათლებ გიმეორებ. შენ ისტორიაში შეხვალ როგორც ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი, რომელიც იყო ყველაზე გაუნათლებელი თელ საქართველოში და რომელიც ზეპირსიტყვიერად განათლებული იყო ბიბლიის. და რატომ? მოდი კვანტური ფიზიკით, ენერგიების ენაზე, მათემატიკურად აგიხსნი რა ხდება. როდესაც მოძღვარი ყველა ამ პროტოქართულ ენაზე ლოცვებს კითხულობს, მოძღვრის განზრახვა და მთლიანი ამ პროცედურის განზრახვა არის, რომ ეს ლოცვები შევიდეს, ჩაიმუხტოს პურში და ღვინოში, რომელიც იქვედეებს. ამის თუ არ გჯერა, მარტივ მაგალითს მოგიყვან მეცნიერების მიერ ჩატარებულ ცდებს. აიღე წყლის ჭიქა, ორი, ერთი წყევლე და დადე, მეორე ლოცე სიყვარული გაუგზავნე და დადე. რომელიც ლოცე და სიყვარული გაუგზავნე, გაძლებს 3 კვირა და არ დალპება ეს წყალი და დასალევი იქნება და რომელიც წყევლე ლპება 1 კვირაში და უფრო მალე. ბლანტი ფერი ეძლევა. მარტივად რომ აგიხსნა, ლოცვები შედის პურში და როგორც ვიტამინს შემდეგ ისე იღებს ზიარების დროს ადამიანი. ამ პურს და ღვინოს და იმდენად გაუნათლებელი ხარ და იმდენად განათლება არ ყოფნის ამ ყველაფრის და იმდენად არ ცხოვრობ ამ მაგალითი და არ გიგრძნია ეს და იმდენად შორს ხარ ღმერთისგან, რომ იძახი რომ ეს რასისულელია. გამოსავალ შენ არ თავაზობ ადამიანს. შენ უბრალოდ ადამიანი მიყავს არაფრის მომცემ ომში და ბნელს აწვევინებ და წარწყვინდე შენი მსმენელი და ისე მოგიწევს გადახდა, ვერც გიბრაზდები. ჯერთი მე არავიზე არ ვბრაზდები, მაგრამ ცირედიცაც ვერ გიბრაზდები, იმიტომ რომ რა გელოდება ამას რომ ვხედავ, რა გელოდება იმით რაც დათესილი გაქვს. გითანაგრძნობ, ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა მოგცეს გულში შუქი გასხივება რომ მიხვდე, გითანაგრძნობ, ძმაო, მართლა გითანაგრძნობ. რაც ქრისტემ მითხრა, იმას გძნობ პირდაპირ, რომ ესეთი ქვეყნის მტრები კი არ გძულდეს, გუთანაგრძნობ, იმიტომ რომ რა დაგემართება ეხლა შენ ვერ ხვდები? სად მიდიხარ, აქენი, რა ჩაიდინე, რა გამოგასყიდინებს, არ ვიცი, მაგრამ ერთი ის ვიცი რომ ღმერთი ესეთ ცოდნებს უბრალოდ არ უშვებს ჩემნაირ ადამიანებში. გააძლევს შანსებს, მიხედე
თავს, გამოჯამთელდი, მიხედე თავს, გამოჯამთელდი, არასდროს არ იგვიან, რომ შეცდი, გიხაროდეს თუ შეცდი და გამოასწორე. რომ ვერ ხვდები შეცდი, ეს არის შენი პრობლემა. და ამ პარტავნებას საშუალებას არ გაძლევს უინანიო და გამოსწორდე. ვერ ხვდები ისტორიაში როგორ შეხვალ, როგორც სულიერი ტირანი. მომავალში შენარი მოღვაწეებს დაარქმევენ სულიერ ტირანებს. სულიერი ტირანი არ ხარ? ააფეთქებ ამ ხალხს და მიმართავ მოძღვრების მიმართ. 100,000 კაცი მოძღვარს წყევლის, ანუ ომი წამოიწყე, ტირანი ხარ, სულიერი. ოღონდ ვერ ხვდება ხალხი ამას. ომის გამჩაღებელი სულიერებაში ტირანი, ხალხის წარმწყვლედი, ანტიქრისტეს თავარი ბეჭდის მატარებელი და შენი მსმენელის ანტიქრისტეს რელიგიური ომის ბეჭდის დამდები ამ ხალხზე. ქრისტეს მოადგილე კი არა, იმ ხელარქები გადევს თავზე ბნელის, სატანის. რომ რა ვიცი მე, უკვე თვალებში მეჩხირება, რომ გიყურებ და ეწიე ღმერთს და რაღაცა ქენი, ვიღაცა პატრონი არ ყავს, მაინტერესებს ირგვლივ ვინმე პატრონი არ ყავს, რაღაცა აზრი რომ მოგცეს. რა გირჩიოთ ხალხო, მოერიდეთ რელიგიურ ომებს, ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი. თუ ვინმე რელიგიურ ომში არის, თუ ვინმე ებრძვის ერთს და მეორეს და ასე შემდეგ, ეს არის რელიგიური ომის ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი, მისი მსმენელი არის რელიგიური ომის ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი და მასეთ ადამიანებს გაიცალეთ. იყავით ღმერთთან, იყავით მშვიდში, გახდი ისეთი რომ თავად მოვიდეს ის მეორე ადამიანი და გითხრას მასწავლე შენი ღმერთი როგორიაო. ეს უნდა გახდე და არა ის რომ რელიგიურ ომში ჩაერთო. დაიმახსოვრე რელიგიურ ომმა გარდაცვალა დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი. მილიონობით კი არა, მილიარდობით. ამიტომ იყავით მშვიდში, იყავით ღმერთთან, იყავით ყურადღებით და დაგლოცოთ უფალმა ყველა, დალოცოს ეს ახალგაზრდა ბიჭი უფალმა, ყველაზე მეტად მას სჭირდება დალოცვა. მის მსმენელს დავლოცავ ღმერთო, გაუნათე გონება, ღვთიურობა მიეცი, მოყვასი მიეცი, დაიფარე უფალო ამ ადამიანების სულები, დაიფარე უფალო საქართველო, ქართველნი. ამინ.